20 საათზე მეტია საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურ განმარტებას ელოდებიან, რატომ ჩაბნელდა მთელი ქვეყანა რამდენიმე საათით. სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზების გარკვევის პროცესში არიან. მთელი დღეა დუმს ქართული ოცნების მთავრობაც. სანამ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია, მომხდარის მიზეზების შესახებ სხვადასხვა წყაროების მხრიდან არაოფიციალური ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით სისტემური ავარია ენგურჰესზე მოხდა. ამ ცნობებს ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უწყებებიც. თუმცა ენგურჰესის ხელმძღვანელობა ფორმულასთან საუბრისას ირწმუნება, რომ შეფერხება ენგურჰესს არ ჰქონია. ენგური შენერად მუშაობს, ენგურის არანაირ პრობლემა არ ჰქონია, ეს იყო სისტემის ხაზის ვალი იყო. Რამდენადაც მე ვიცი. სად მოხდა დაზიანება? სიტუაცია, ბატონო? დაზიანება სად მოხდა, ანუ რა ნაწილში? ეს ენგურებს არანაირად არ ეხება და სხვაგან ეს სანახავია, ამას უცებ ვერ გაარკვევენ. თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია? თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია? მე არ მაქვს ინფორმაცია. მე ვიცი, რომ ენგურის არანაირი პრობლემა არ იყო. თურქეთიდან იმპორტის შეწყდა, ანუ ასე გამოდის რეალურად თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე? განაცვლე ვერ გეტყვით მე თურქეთიდან როგორი გადადინება იყო ვერ გეტყვით მაგას მე არ ვქო. კიდევ ერთი ვერსიით, ავარია მოხდა თურქეთთან დამაკავშირებელ მესხეთის ხაზზე, რის გამოც თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. ენერგოდეფიციტმა კი ჯაჭვური გათიშვა გამოიწვია. კიდევ რა დრო დასჭირდება მიზეზების დადგენას და არსებობს თუ არა დენის კვლავ გათიშვის საფრთხე. ამის შესახებ ვერაფერს ამბობს სემეკიც. დღის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ მიზეზების დადგენის პროცესში ერთვება. სემეკმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხის შესწავლის ფარგლებში სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციაზე. პასუხგაუცემელი კითხვების პირობებში ქართული ოცნების ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტები აკრიტიკებენ. მიაჩნიათ, რომ წუხანდილმა შემთხვევამ ენერგოუსაფრთხოების კომპლექსური პრობლემები აჩვენა. ავარიის გამომწვევი ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში მათთვის ფაქტია. დღეს მთელი ქვეყნის ჩაბნელების დაუზღვეველი რისკები არსებობს. მიუთითებენ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების არარსებობასა და გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე. წარმოუდგენელია ავარია ან წარმოუდგენელია ნებისმიერი ინციდენტი ქვეყნის ელექტროსისტემებში და ამ ინციდენტს მოყვებოდეს მთელი ქვეყნის პარალიზება და მთელი ქვეყნის ფაქტობრივად ელექტროენერგიისგან წვდომის გათიშვა. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება, მათი ჩინოვნიკები, არაფორმალური მმართველები მხოლოდ ერთი საკითხით იყვნენ დაკავებულები. გამოიყენებინათ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი იმისთვის, რომ ეკეთებინათ ფული. სამწუხაროა ქვეყანაში, რომელსაც ყავს რუსეთი მტრად და დივერსიის ყველანაირი შანსი არსებობს რუსეთმა აქ დივერსიად სადოს თუ ესეთი მარტივად შესაძლებელია რომ ერთი რაღაც პრობლემით მთელი ქვეყანა გახდა დისფუნქციური და გუშინ დენი წავიდა ნახევარ ქვეყანაში და ამას პლუს უამრავი საიტი გაქრა რაღაცნაირად ბევრ რამე შექმნა ფუნდამენტურად პრობლემა კავშირებს ინტერესს და ასე შემდგომ ნიშნავს რომ ერთ რაღაც მომენტუმა შეიძლება დისფუნქციური გახადოს მთელი ქვეყანა და ეს ძალიან საშიშია თან რომელიც ამის ახსნასაც როცა ვერ გებულობთ ხო რაღაც ავარია მოხდა მე ავტომატურად რაღაცები გაითიშა და რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ამ პრობლემატურ სიტუაციაში. დღესაც არ ვიცით რეალურად რა მოხდა საქართველოში. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა აუცილებლობა და საჭიროება ინფრასტრუქტურული და ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობის, რადგანაც ენერგეტიკული უსაფრთხოება გახლავთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი, აუცილებელია ალტერნატიული წყაროები, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ მოსახლეობა ყოველთვის იყოს საქმის კურსში და მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ იმოქმედოს. ბოლო წლებში ამ მასშტაბის ავარიის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ქვეყანა 5 წლის წინაც ჩაბნელდა. მაშინ ოფიციალურ მიზეზად თურქეთთან დამაკავშირებელ ხაზზე მომხდარი ავარია დასახელდა. უფრო მანამდე პრობლემები შეიქმნა იმერეთის ელექტროგადამცემ ხაზზე, რამაც ენგურჰესი ავარიულად გააჩერა. სურათი საქართველოში გუშინ ღამითაც თითქმის იდენტური იყო. საცხოვრებელი თუ სახელმწიფო ობიექტების გარდა ჩაბნელდა გზები და მაგისტრალები. გაითიშა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. ასევე პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგების მხრივ. რამდენიმე საათში მომარაგება ეტაპობრივად აღდგა. ოფიციალური ცნობებით დღეს ელექტროენერგია საქართველოს ყველა ქალაქს და სოფელს მიეწოდება.